საქართველოს პრეზიდენტი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. გიორგი მარგველაშვილი პირადად გაეცნო, როგორ მიმდინარეობს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროგრამა, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება. პრეზიდენტმა უნივერსიტეტის წიგნის სახლი ლიგამუსი დაათვალიერა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა უკვე რამდენიმე პროექტი განახორციელა. გაიხსნა ზამთრის სკოლა და საგანგებო კურსები, სადაც ლექციები უცხოეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა წაიკითხეს. გაიმართა სემინარები სხვადასხვა რეგიონშიც. პროექტი ასევე მთარგმნელობით საქმიანობასაც ითვალისწინებს. ის მეცნიერები, რომლებიც საზოგადო გამოწვევების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ შეიქმნა სოციალური და კულტურის კვლევების ცენტრი, რომლის მთავარი ამოცანაა მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევისა და სწავლების განხორციელება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერების სფეროში. ეს პროექტიც ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების გზით დემოკრატიის გაძლიერებას, ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ ზიარებას დასავლურ კულტურასთან, დასავლური ფასეულობების თვალსაზრისით, დასავლელი მეცნიერების ჩამოსვლა საქართველოში და სწორედ ამ პროექტს უჭერს მხარს პრეზიდენტი.